არის რომ საგარეო სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში ამ რეზოლუციას ხავს უფრო მეტი თანასპონსორი ვიდრე წინაზე ყავს 107 მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ასევე თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება და იმ მხრივ არ შეიცვალოს უარყოფითისკენ თავისთავად ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანი არის ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ სამწუხაროდ ის იმედები რაც საერთაშორისო სამართლის მიმართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის ჰქონდა დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის. ვინაიდან ხედავთ რომ სამწუხაროდ გაერო ვერ ასრულებს იმ როლს რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად კონფლიქტების გადასაწყვეტად, მაგრამ მეორეს მხრივ თავად ინდივიდუალურად სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის და დევნილების სახში დაბრუნების საკითხი. ამერიკასთან დაკავშირებით კითხავთ, თქვენ მოისურვებთ მარკო რუბიოს და მისი მოადგილის განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, ამ განცხადებების გათვალისწინებით რა პერსპექტივაზე შეიძლება ისაუბროთ საქართველოს-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის კონტექსტში? რას ელოდებთ ამერიკისგან? ჩვენთვის გადატვირთვის პროცესი, რომელიც ახლა იმდინარეობს პროცესში, მნიშვნელოვანი აქვს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი და მათ შორის ამ ორ ტერმინს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უღრულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესებს. ასე რომ ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. პარტნიორობა რას უნდა ეფუძნებოდეს? თქვენ ხას უსვათ, რომ წინა წლებში იყო ეს ფარაგინა ქაღალდის დონის. ეხლა რა უნდა იყოს? მე ვფიქრობ, რომ რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს აგვისტოს საქართველოს-რუსეთის ომის შემდეგ როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს, რომ საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო. ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მე მგონი არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ამერიკელების მხრიდანაც, რომ ის იყო ცარიელი, არაფრის მთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი. და ვთანხმდებით ვფიქრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს და რეალურ შედეგებს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ორივე ხალხის, ამერიკელი და ქართველი ხალხის ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ. ასე რომ ამ მხრივ ვფიქრობ, რომ საერთო მიდგომა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. ოპოზიციასთან დაკავშირებით გითხავთ, გრძელდება მუდმივ დაპირისპირება ალიანსს გასცდა უკვე და ალიანსში ამერიკული პარტიების ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მწვავე და შეურაცხყოფილ განცხადებებს აკეთებენ. თქვენი შეფასებით აი საბოლოო კულმინაცია რა შეიძლება იყოს ოპოზიციის დაპირისპირების? ახლა 5 ნოემბერზე. კულმინაცია როგორც ჩანს იქნება, რომ ალიანსი დაიშლება. თუმცა ეს დაშლა ჩვენ არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან, ეს არის მუდმივი გადაწყობა იმ ძალების, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ ტაქტიკაში, ასე რომ ვფიქრობ, შემდეგი ტაქტიკური სვლა მათი იქნება, რომ ეს ტოქსიკური ალიანსი თავისი არსით დაშალონ, უბრალოდ გადაანაწილონ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჯგუფებს, მაგრამ რა ვიცი, ეს კინოც ნანახი გვაქვს, მე რამდენჯერ უნდა შეეცადონ, რომ რაღაც ასეთი ფოკუსები ჩაუტარონ ქართულ ხალხს, რომ თითქოს ნაციონალურ მოძრაობა არ არის ნაციონალურ მოძრაობა. ალიანსმა თავისი ძალიან კარგი საქმე გააკეთა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი ნაცები, ნახეთ, რომ გაერთიანდნენ ისევ ერთად, იმიტომ რომ ეს არის არა პარტნიორული კუთვნილება და როცა ნაცს გულისხმობ, მე არ გულისხმობ მაინც და მაინც პარტიულ კუთვნილებას, მე გულისხმობ იდეოლოგიას. შეიძლება ვიღაცა ნაციონალურ მოძრაობის
რეჟიმის დროს ხელისუფლებაში არ იყო ან ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიაში არ იყო, მაგრამ თავისი იდეოლოგიით არის ნაცი და პირიქით შეიძლება ვიღაცა იმ პერიოდში საჯარო სამსახურში იყო, მაგრამ დროულად განერიდა იმ რეჟიმს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ, რომ ნაცობა, როგორც იდეოლოგია, როგორც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული იდეოლოგია აერთიანებს იმ ხალხს, რომელიც სწორედ აი ამ ალიანსში არის და ეს ერთიანი სახე დაგვანახა ამ ალიანსმა, ამიტომ კარგი საქმე გააკეთა და მადლობა გვეთქვენს პრინციპში მათთვის, ვინც ეს სისულელი გააკეთა და ერთ ჭერქვეშ თავი მოუყარა ყველას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს არის ერთი ძალა, ანტიქართული, ანტიდემოკრატიული ძალა. ახლა უკვე საით დაიშლებენ და ვინ რომელ ფლანგზე წავლენ, ეს ახლა ის ტაქტიკური გადანაწილება არის, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით საქართველოში, მაგრამ ამას ქართული ხალხი უკვე აღარ იჭერებს. მესტიასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ 47 ევროწოდებული მაინერი არის ამოღებული, ჩვენ ხედავდით უკანონო ელექტროენერგიის მოხმარებას მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიცით რომ გამრიცხვის პროცესი დაიწყება, რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენი შეფასებით ეს ყოველი. ნახეთ თქვენ მოიწმინეთ ხომ რიცხვები, რომ 130 მილიონი კილოვატ-საათი მოიხმარებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში, მაშინ როდესაც მსგავსი სიდიდის, მსგავსი მოსახლეობის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მსგავსი მუნიციპალიტეტები მოიხმარენ დაახლოებით 10 მილიონს. 13-ჯერ მეტი იყო მოხმარება, რაც უკვე ხელის გულზე იდო, რომ ხდებოდა რაღაც უკანონობა. და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურეს კიდეც. გარდა იმისა, რომ ეს უკანონობა არის, ეს მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ტვირთად აწვებოდა უპირველეს ყოვლისა თავად მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, მათი ელექტროენერგიით მომარაგება იყო გართულებული, რაზეც თავადაც საუბრობდნენ და მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემას. ასე რომ მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ამ მხრივ და დარწმუნებული ვარ უპირველეს ყოვლისა ეს თავად მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იგრძნობს საკუთარ თავზე ელექტროენერგიის მომარაგებაზე. სიკეთეს რომ ეს დატვირთვა, რომელიც უკანონო საქმიანობით ხდებოდა, აღმოიფხვრება. Ჩანგონია ჩვენი შესაძლებელი იყოს ერთ-ერთი რაც არის, ჩვენ გულშემატკივრობთ ამ ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის და ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოყენებული უნდა ყოფილიყო მშვიდობის დასამყარებლად. სამწუხაროდ ასეთ მიდგომებს ჩვენ ვერ ვხედავთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან, ვხედავთ როგორ აკეზებენ მათ შორის ამ კონფლიქტის გაგრძელებას. შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყებიდან ორ თვეში 2022 წლის აპრილში სტამბოლში პარაფირებული იქნა სამშვიდობო შეთანხმება უკრაინულ და რუსულ დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა დავით არახამია, უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი უკრაინის პარლამენტში და მისი განცხადებაა, რომ იყო კარგი უკრაინისთვის მისაღები, იმ შემთხვევაში კარგი არ ვიცი ამ შედეგს, მაგრამ მისაღები პირობები უკრაინისთვის მოხდა პარაფირება, დაბრუნდნენ კიევში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩაშალა ეს შეთანხმება და უთხრა კიევის უკრაინის ხელისუფლებას, რომ არანაირი შეთანხმება ვიომოთ. უკრაინა ომობს უკვე ამის შემდეგ 4 წელია და ბორის ჯონსონი, პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ყოფილი, დღეს მშვიდად დადის და კონფერენციებს ატარებს და სემინარებში იღებს მონაწილეობას. აი ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ ომამდეც გამოიჩინეს დასავლურმა ქვეყნებმა, მათ ვისაც აქვს პასუხისმგებლობა გლობალურ უსაფრთხოებაზე, მათ შორის ევროკავშირი, ნატო, მათ ვერ შეძლეს ამ კონფლიქტის შეჩერება და ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ამას ადასტურებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, ეს ვერ შეძლო ევროკავშირმა, ვერ შეძლო ნატომ, ვერ შეძლო
მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ. და ამ ომის დასრულება შეიძლებოდა თავშივე და ამას ადასტურებს უკრაინის ხელისუფლება და როგორც დავით არახამი ამბობს, ბორის ჯონსონი არის ის ადამიანი, რომლის პირითაც ჩაიტანეს გზავნილი კიევში, რომ ეს ომი არ უნდა დასრულებულიყო 2022 წელს და ხედავ დღეს რომ კვლავ გრძელდება. ამასობაში 4 წელი გავიდა და ასობით 1000 სამხედრო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ ომის მსვლელობისას და ბოლო არ უჩვენს სამწუხაროდ ამ ომის დასრულებას. ასე რომ ნებისმიერი ინიციატივა რომ ომი დასრულდეს მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის რომ მეტნაკლებად მისაღები პირობები იყოს ყველასთვის, მაგრამ თავად უკრაინის ხელისუფლებაც აცხადებს, რომ მათ შორის დავით არახამიას განცხადება იყო, რომ ის პირობები, რომელზეც ახლა მიდის მსჯელობა, უარესია, ვიდრე 2022 წლის აპრილის სტამბოლის შეთანხმების პროექტი, რომელიც ჩაშალა მაშინ ბორის ჯონსონის ვიზიტმა კიევში, როგორც ეს დაადასტურა დავით არახამია. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დღეს აქტივს პროგრამა საფრთხის შეთანხმება ისინი აღიარებენ დანაშაულს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი მათი მხრიდან. მნიშვნელოვანი როგორც ყოველისა მოძალადეებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული და ინანიებენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული ძალადობით. მნიშვნელოვანი არის რომ ეს 10 მოძალადე აღიარებს რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება, რაც უკვე ყველანაირად ადასტურებს თუ რასთან ქონდა საქმე და მნიშვნელოვანი არის იმ მხრივ რომ წერტილი დაესმება ყველა იმ სპეკულაციას და პროპაგანდას სინამდვილეში, რომელიც ცდილობდნენ რომ შავი თეთრად წარმოეჩინათ და ძალადობას იკეთეთ, რასაც სამწუხაროდ აკეთებს დღეს ზოგიერთი უცხოეთიდან. ასე რომ მე მოუწოდებდი ყველას, რომ ამ მაგალითს მიბაძონ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სადაც იქნება სინანული, იქ იქნება ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მხრიდან, იქნება ეს გამოძიების პროცესის, იქნება ეს შეწყალების შესაძლებლობა თუ სხვა ამგვარი ფორმები. რა თქმა უნდა, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს და ამის მიხედვით იქნება შესაბამისი რეაგირება. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები და ამ 10 ადამიანის კონკრეტულ საქმეებს არ ვიცნობ, თუმცა ფაქტია, რომ ეს ის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც შიდა და გარე რადიკალებმა წააქეზეს დანაშაულზე, წააქეზა აი იმ რადიკალურმა ოპოზიციამ ერთის ხვი და მეორეს ხვი ბრიუსელიდან წამოსულმა განცხადებებმა წააქეზა დანაშაულზე, წაიყვანეს დანაშაულზე, გაწირეს ციხისთვის, მიატოვეს ციხეში ეს ადამიანები. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მათ შორის ხვებმაც ამ პროცესს შეხედონ, შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ და ეთანამშრომლონ საქართველოს სახელმწიფოს და არა საქართველოს სახელმწიფოს მტრებს. რეზოლუციას დაუბრუნდები და ამ რეზოლუციას ჩვენ ვიცით, რომ არ ქონდა ჩინეთის და ირანის მხარდაჭერა. ეს მაშინ, როდესაც ჩინეთი არის სტრატეგიული პარტნიორი და რაც შეეხება ირანს, იქ ყოველთვის რეგიონული პრინციპით ჩავდივართ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. რითვენ მოხდა ამ დროის განმავლობაში, რომ ჩინეთის და ირანის მხარდაჭერა მოვიპოვოთ ჩვენ მსგავსი ტიპის რეზოლუციებზე და დოკუმენტებზე და რატომ არ ხდება ეს? პირველი, იმიტომ რომ თქვენს ინტერესებში არ არის და მაინც და მაინც პრიორიტეტული არ არის ჩინეთის და ირანის მხარდაჭერა იქნება თუ არა მსგავსი ტიპის დოკუმენტებს თუ მუშაობთ, მაგრამ ვერ არწმუნებთ, რომ მათი მხარდაჭერაც ხონდეს ამ დოკუმენტს. ამას იმითი ბევრი მხარდაჭერი ყავდა, შეიძლება წინასწარ შედარებითაც, მაგრამ რახან ეს ორი ქვეყანა ერთი სტრატეგიული პარტნიორია და მეორესთან გვაქვს ასეთი კარგი ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა რატომ მოიპოვეთ? შვეიცარიას რას ერჩით? მე გაქვთ შვეიცარიასთან შესაძლებელი, არ შვეიცარიამ დაუჭირა მხარი. ეს რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა არის პროცესი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან სკრუპულოზულად მიყვება წლიდან წლამდე. იყო წლები, როდესაც სომხეთი არ უჭერდა მხარს, დღეს მხარდამჭერია, ამიტომ ეს პროცესი არის
ქვეყნები გადაწყვეტილებას იღებენ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის საკუთარი შიდა პოლიტიკის გადმოსახედიდან და ესეც იყო მაგალითად ერთ-ერთი ფაქტორი, სომხეთი რატომ არ უჭერდა მხარს, შემდეგ დაუჭირა მხარი, ასე რომ ჩვენ ამ პროცესს მივიდევთ, თავარი არის რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ არის მზარდი რაოდენობა ქვეყნების, რომელიც მხარს უჭერენ და ასევე ჩვენ მუშაობთ საგარეო საქმეთა სამინისტრო იმაზე, რომ თუ კი მხარდამჭერი არა, თავშეკავება დააფიქსირონ ქვეყნებმა და არა წინააღმდეგობა რეზოლუციას დაკავშირებით. მათ შორის თქვენ ნახეთ, რომ ორმა ქვეყანამ, რომელიც თავს იკავებდა ტრადიციულად, ამ შემთხვევაში დააფიქსირეს თავშეკავება, თუმცა იქვე ნაწილობრივ დაეთანხმნა რეზოლუცია საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს პროცესი არის, რომელიც მიდის და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მართლაც დიდი შედეგები ამ მხრივ, რომ იყოს რაოდენობა ქვეყნებისა მაღალი. ანუ თქვენ მოლაპარაკებები გაქვთ, მუშაობთ, მაგრამ ვერ ანწმინებთ ჩინეთს და ვერ ანწმინებთ ირანს. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოველწლიურად იყოს გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომელიც არ წავლენ წინააღმდეგ, ეს არის მთავარი ამოცანა, წინააღმდეგ არ წავიდნენ ქვეყნები და ამავდროულად გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნების. ასე რომ ამ მხრივ შედეგიანი არის და ჩვენ მუშაობთ ყველა ქვეყანასთან იმისთვის, რომ მხარდაჭერა გქონდეს ამ ქვეყნებისგან. კიდევ ერთხელ ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ახლო სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს და შეიძლება მხარს არ უჭერდნენ ამ რეზოლუციას, მაგალითად შვეიცარია, ყველას თავისი მიზეზი აქვს, რომელიც ზოგი შიდა პოლიტიკაში არის, ზოგი სხვა საკითხებში არის, მაგრამ ამ მხრივ თავშეკავებაც მხარდაჭერა არის ხოლმე რიგ შემთხვევებში, როდესაც ზოგიერთ ქვეყანას ეხება ეს საკითხი. კი ბატონო, და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის არცაც მიუბრუნდები, ორი შესწორება არის, ერთი არის რომ გამოვლინდეს იქ ჩვენს ქვეყანაში ჩინური სადაზვერვო ქსელები და რუსული სადაზვერვო ქსელების გამოვლენა და მეორე რომ ამერიკული მხარდაჭერა დახმარება და დაკავშირებული იქნება პოლიტიკური პატიმრების თემასთან დაკავშირებით. მოლოდინი რა გაქვს ზოგადად და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ქართული ოცნება ამ ავტორიზაციის აქტის დამტკიცების შემთხვევაში და აპირებთ თუ არა ამ ორი მიმართულებით რაიმეს შეცვლას, თუ პოლიტიკური პატიმრების მიმართულებით და თუ პირველი შესწორების მიმართულებით რაიმეს შეცვლას აპირებთ თუ არა, რომ ეს ამერიკის დამხმარება საფრთხის ქვეშ არ დადგეს თუნდაც. უბრალოდ ყოველთვის ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, რომელიც სერიალად იქცა, ჯო ვილსონი აყენებს რაღაც ცვლილებებს და ამაზე ხომ უნდა წავიდეს დაუსრულებელი საუბარი. ძალიან მშვიდად უყურეთ ამ საკითხს, ვაცადოთ ჯო ვილსონს, რომ საკუთარი პოლიტიკის მიღმა ცხოვრება უზრუნველყოს. მან განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკიდან წავიდეს და შემდეგ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის. როგორც ჩანს, მშვიდი სიბერისთვის ის ასე ვთქვათ, უზრუნველყოფისთვის ის მასაც ჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ ლობისტურ საქმიანობებში არის გარეული, ეს არაერთხელ გამოჩენილა ფარას რეესტრიდან მათ შორის. რაც შეეხება შინაარსს, სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ ჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციის გადაწყვეტილება თუ შეხსენება, ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენს ინტერესებში არის და თქვენ ხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როგორ აქტიურად არის ამ საკითხში ჩართული და როგორ ზუსტად და ყოველგვარი კითხვების გარეშე მოქმედებს. მათ შორის ბოლო პერიოდში თქვენ ნახეთ დაკავებები, გუშინდელი სტატიაც ნახეთ, რომელიც საფრანგეთში გამოქვეყნდა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს ზუსტად, ისე რომ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ სცადეს შიგნით, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინათ, რამდენად სწორი იყო ესა თუ ის ბრალი წაყენებული, მაგრამ თავად შემდეგ რაღაც ნაბიჯებმა გვაჩვენა, რომ ამ მხრივ ასე ვთქვათ ნებისმიერ ტესტს უძლებს ის მტკიცებულებები, რომლითაც მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. და ეს გარდა იმისა, რომ ეს დაკავებები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აღიკვეთოს ამგვარი საქართველოში სადაზვერვო საქმიანობები, ეს არის მათ შორის პრევენცია და გაფრთხილება ყველასთვის. მიუხედავად იმისა, სამყაროს რომელი მხრიდან გვიყურებენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ყველასთვის გაფრთხილება, რომ დღეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემა აქვს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოავლინოს სადაზვერვო საქმიანობები, აღკვეთოს
სადაც საჭირო არის საჯარო გახადოს ეს ყველაფერი, სადაც საჭირო არ არის შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტებით მოახდინოს ამ სადაზვერვო საქმიანობების აღკვეთა. ბატონო შალვა, აი ინსტრუმენტები ალბათ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვია თუ რამე საქმის გაგება ან რამის დაინტერესდება და თქვენ თქვით რომ ჯონსონი მიდისო, მაგრამ მარკო რუბიო ალბათ რჩება. ხო და ჯონსონს რა პრეტენზიებიც ჰქონდა საქართველოსთან და აი ტრაექტორიასთან პროჩინული და ირანული ახსენა, მარკო რუბიომაც იგივე თქვა რომ ჩვენც ვაშფოთებს ის ყველაფერი, რასაც ახლა თქვენ ვისაუბრებთ და მარტო ჯონსონის საკითხი არ არის, მაგრამ მარკო რუბიოც იგივეს ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ გეკითხებით, რომ რუბიო ამბობს, რომ ჩვენ გითხარით, რაც უნდა გააკეთოთ და ეხლა თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი ქცევის და ტრაექტორიების. რაც შეეხება სახელმწიფო ჯონსონზე ხო არ არის საუბარი. არაპირებთ რამე შეცვლას. რა მხრივ? ამ სადაზვერვო საქმიანობებზე თვალსაზრისით, პატრიოტების თვალსაზრისით, რაც არის აქ ჩამოთვლილი და სადაზვერვო და ჩინური და რუსული კავშირების კიდევ ერთხელ ჯო ვილსონს ვაცადოთ, რომ დატკბეს თავისი ვარსკვლავური მომენტებით, როდესაც ნახევარი საქართველოსთვის ახალი ამბის ასე ვთქვათ მატარებელი ხდება ხოლმე. ვაცადოთ ამ ადამიანს დაიმსახურა საკუთარი პოლიტიკური კარიერიდან და ასაკიდან გამომდინარე. დანარჩენი ფიქრობ, რომ სერიოზულად არ უნდა შევხედოთ მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც შეეხება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას, ამას აქვს თავისი ხაზი, რომელიც არის ხელისუფლების შორის, მათ შორის ის ვიზიტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში იყო სახელმწიფო დივნის წარმომადგენლების ჯგუფის მხრიდან და სადაც იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ის წუხილები, რომელიც ჩვენ გვქონდა, არის სწორად აღქმული, იქნება გაზიარებული და ჩვენ ვიხილავთ ადეკვატურ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებულ შტატების მხრიდან. ნაბიჯების გადადგმას აპირებთ იმ წუხილებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თქვენი მისამართი. მე არ მგონია რაიმე წუხილი, ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ ეს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა თავად ამერიკის შეერთებულ შტატების წინა ადმინისტრაციამ. ბაიდენის ადმინისტრაცია არის დამნაშავე იმაში, რომ ეს ურთიერთობები დღეს არის ისტორიულ დაბალ წერტილში და გააფუჭა უსამართლობით. ასევე რაც უსამართლობას გაუფუჭებია, ის სამართლიანობამ უნდა რაც სამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობა უნდა ააშენოს. ეს არის ალბათ ის რა მოლოდინი, რაც ჩვენ გვაქვს. ასე რომ ჩვენ გაუზიარეთ ჩვენი ხედვა, გაუზიარეთ ჩვენი დამოკიდებულება, როგორ ხედავთ ამ ურთიერთობებს. ახლა ჯერი ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციაზე არის, რომ ჩვენ ვიხილოთ ადეკვატური ნაბიჯები მათი მხრიდან. რაც შეეხება დიუშენის მქონე კავშირების მშობლებს, გუშინი იყო შეხვედრა, მშობლები მოახერხილი იყვნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ასე შემდეგ. რა თუ არის ახლობის დროზე შეიძლება იყოს ეს წამალი და იცით რა მაინტერესებს, თუ ასეთი შესაძლებელი იყო ეს ადამიანები რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩაში იდგნენ და თუ ადრე არ ყოფდა მაგალითად ისიც კი თქვა არაერთხელ რომ მათ არიციან რა არის ნახიშვილებისთვის კარგი და ბევრი კრიტიკული განცხადება მოусმენია და თუ ესეთი შესაძლებელი იყო ამდენი ხანი რატო დააკარგვინეთ ბავშვს. ეს იყო არის იმ პროცესის გაგრძელება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება, ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ და ჩვენი მხრიდანაც ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარი ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან. მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა, თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში, სადაც მან განაცხადა, რომ მედიკამენტებს რაც შეეხება არის ბაზარზე ინტერესები სხვადასხვა ფარმაცევტული ორგანიზაციების მხრიდან, რომ საკუთარი მედიკამენტი წარმოაჩინონ, როგორც მიაწერონ საკუთარი მედიკამენტის ის თვისებები, რომელიც არ აქვს და სწორედ ამას აკეთებენ ამერიკული თუ ევროპული წამლის დაშვების ასოციაციები და ზოგზე არის დაშვება, ზოგზე არ არის დაშვება და მაშინ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და ისო გუშინი თქვა, რომ ორ მედიკამენტზე არის ფიქრი, ეს არ არის შემთხვევითი. რამდენიმე კვირის წინ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ინტერპელაციის დროს, რომ არის ორი მედიკამენტი, რომელიც ყველაზე მეტი იმედი არსებობს, რომ მათ გარკვეული ეფექტიანობა აქვთ. ასე რომ
აი ეს პროცესის მიმდინარეობა არის, რომელშიც თავად პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო ახლა და მშობლებიც არიან წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ პროცესს გაყვება ბოლომდე. ასე რომ საქართველოს მთავრობა ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს, რომ გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება ეს საქმე, მათი საუკეთესო ინტერესები და ზუსტად ასე მოქმედებს. საუკეთესო ინტერესები, მაგრამ ნახეთ რეაქციები მშობლებთან დაკავშირებით, ხო? აგრესიული კამპანია, რასაც ახლა ხედავთ ამ შეტევის შემდეგ, როგორ ფასდება, რატომ ხდება, რომ მშობლებზე არის აგრესია? ჩვენთვის თავარია, რომ მშობლებმა საზოგადოება ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე. რას იზავს სხვა ჯგუფებს, რაც შეეხება, ეს ისედაც ჩანდა თავიდანვე, რომ ჩანდა რა ვიცით ყველამ, რომ ჩვენ გვყავს რადიკალების ჯგუფი, რომლისთვის მნიშვნელობა თემას არ აქვს, შეუძლიათ ყველაფერი, ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკური დღესდღეობით გამოიყენონ, აქ მორალი მათთვის არ მოქმედებს, ისინი სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ, ასე რომ აქ არაფერი გასაკვირი და სიურპრიზი ჩვენთვის არ არის, თავარი არის ერთი რამ, რომ საქართველოს მოსახლეობმა, ამ მშობლებმა და მათმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის, რომ ის ზრუნვით იყოს განწყობილი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ისაც შესაძლებელი არის სახელმწიფოს ფარგლი გააკეთოს, ამისი მაქსიმუმი ყოველთვის გააკეთოს. რამდენიმე კითხვას კიდევ დაგვრჩით. დაკავებული არის ირანის მოქალაქე, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება ირანში, იმ შემთხვევაში, თუ მას ირანის ხელისუფლებას გადასცემენ. როგორი პოზიცია შეიძლება და უნდა გქონდეს ჩვენ ამ მიმართულებით?